ჯგუფური ძალადობის გარდა ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ტიტუშკების ხვისი საკუთრების დაზიანებაზე გადავიდნენ. კალაძის შტაბთან იდენტიფიცირებული პირები მოულოდნელად თავს მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ და მობილური ტელეფონები ჯერ დაუზიანეს, შემდეგ კი თან გაიყოლეს. მომხდარი ინციდენტიდან 24 საათის შემდეგ არც ერთი მათგანი არათუ დაკავებული, გამოკითხულიც არაა. დიღმის სამმართველოში დღეს მხოლოდ დაზარალებული ჟურნალისტები გამოიკითხნენ, რომლებმაც საჩივარი მოძალადეების წინააღმდეგ თავად შეიტანეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა პუბლიკა ჟურნალისტები მელიქიშვილის გამზირზე მოვლენების გასაშუქებლად მივიდნენ, თუმცა ზონდერებმა მათ მუშაობის საშუალება არ მისცეს და ტექნიკა მიზანმიმართულად გაუნადგურეს. ამ ყველაფერს პოლიცია თვალს რეაგირების გარეშე ადევნებდა. პირდაპირ ორიენტირებულები იყვნენ იმაზე, რომ წაერთმიათ ტექნიკა, თან ამ ტექნიკის წართმევის პროცესში ძალადობდნენ, გვცემდნენ, გვიტყამდნენ. ყველამ ნახა ის კადრები, როგორ თქვა, ვიცი, ეს სიტყვა დაითრია ჩვენი ჟურნალისტი გოგონა, გალი, მათმა პარტაქტივმა. აქციის მონაწილეები ყვებიან, რომ ძალადობაში კალაძის ტიტუშკებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ეხმარებოდნენ. ვიდეო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის ვაჟა სირაძის მოადგილემ ხუტა პაჭკორიამ, რომელიც ძალადობაში არაერთხელაა ამხილებული, ხელს კრავს და აგინებს ნეტგაზეთის ქალ ჟურნალისტს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოქმედი მოადგილე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს სისტემაში მუშაობისას არაერთ უკანონო და ძალადობრივ ქმედებებშია დადანაშაულებული, მაგრამ ქართულმა ოცნებამ გასამართლების ნაცვლად ის დააწინაურა. როდესაც ვცდილობდი, რომ გადამეღო მათი მხრიდან შტაბიდან გამოსული ქართული ოცნების წარმომადგენლების სიტყვაერი შეურაცხყოფები, მუხარები, მათ შორის მედიის მიმართულებით აი ამ მომენტში პოლიციამ ასე ვთქვათ ძალადობრივად გამომიყვანა ეპიცენტრიდან. კალაძის ზონდერები სასტიკად გაუსწორდნენ უცხოელ ჟურნალისტსაც, რომელმაც არაერთი დაზიანება მიიღო, რომლის კვალი ყველაზე კარგად სახეზე აღენიშნება. უნგრელი ჟურნალისტი ამ დრომდე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ინგოროყვას კლინიკაში, კიდევ ერთ დაშავებულთან ერთად. 4 პაციენტი შემოვიდა აქედან, 2 იყო თვითდინებით, შესაბამისად ამ თვითდინებით შემოსული პაციენტების მდგომარეობა არ მოითხოვდა ჰოსპიტალიზაციას მსუბუქი დაზიანებების გამო. რაც შეეხება 2 ჰოსპიტალიზებულ პაციენტს, მათი მდგომარეობაც შემოსulis მომენტში ახლაც დამაკმაყოფილებელი გახლავთ, მიმდინარეობს დაკვირვება. 3 ადამიანი მეტყავდა თავში, 4 კიდე სხეულის სხვადასხვა არის წიხლები და ის ყველა იარაღით ასში ფაქტორი შეიძლება ქონოდათ. ხელში რამე იკავათ? კონცერტი, რაღაც რკინის რაღაც ჭებირი. ოცნების ახალგაზრდა წევრების სამიზნე იყო ყველა, ვინც მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობდა. ყველა მოძალადე იდენტიფიცირებულია. ამის მიუხედავად საგამოძიებო ორგანოს ამ დრომდე დაკავებული არც ერთი პირი არ ყავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენების მისაცემად ფორმალურადაც კი არ იბარებს კალაძის დაჯგუფების წევრებს. მეტიც, დღეს გეკა გელაძის უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით გავიგეთ, რომ სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის მუხლი დაწყებული გამოძიების პარალელურად დამატებით ქართული ოცნების მოთხოვნით ახალი გამოძიება დაიწყო, რომელიც მიზნად მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯას ისახავს. პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე გამოძიება დამატებით კიდევ ერთ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციისა და საარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობასა და ძალადობის მუქარას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისა და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ კანონით დასჯად იქმედება. მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას თითქმის 24 საათიანი დაგვიანებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი, თუმცა ძალადობის დაგმობის და მშვიდობიანი პროტესტის მხარდაჭერის ნაცვლად ლევან იოსელიანმა ერთ-ერთში ბიძინა ივანიშვილის გუნდის რიტორიკა გაიმეორა და მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის შტაბის სიახლოვეს მოქალაქეებს ნაკლები აქტიურობისკენ მოუწოდა.